დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის დაპირისპირება ერთი მხრივ პიროვნული ქარიზმებისა და გავლენების კონფლიქტია, თუმცა ამით მარტივი ახსნა ამოიწურება, მთავრდება. პრობლემა უფრო ღრმა, ცხადია და ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეშია. როცა კერძო კაპიტალი ცდილობს პოლიტიკური პროცესის, პოლიტიკური სისტემის თამაშის წესების ცვლილებას. მსგავსი შემთხვევები ცნობილი და მრავალფეროვანია. მართალია მასკის და ზოგადად ამერიკელი მილიარდელების კაპიტალის შექმნისა და ჩემს მიერ მოსახლობ მაგალითებს შორის დიდი და პრინციპული სხვაობა, თუმცა პოლიტიკურ ცენტრზე გავლენისკენ მისწრაფების ლტოლვასა და ვნებაში მსგავსება დიდია. 90-იან წლებში რუსეთში ბორის ელცინის მთავრობა ემყარებოდა ოლიგარქიულ კოალიციას, რომელშიც ბორის ბერეზოვსკი მთავარი მოთამაშე გახლდათ. ეს არ იყო უბრალოდ სპონსორობა. სახელმწიფოს პოლიტიკა ხშირად სწორედ ამ კოალიციის ინტერესების გარშემო შენდებოდა. უკრაინაში ვიხილეთ კიდევ ერთი მაგალითი, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტობისკენ მიმავალ გზაზე ეყრდნობოდა იგორ კოლომოისკის მედიას და რესურსებს. თუმცა ზელენსკიმ სწრაფად ჩამოაშორა ოლიგარქი ამ გავლენებს და ის ახლა პატიმრობაშია. საქართველოში ვითარება განსხვავებულია. იმით, რომ ოლიგარქი არ მოქმედებს სისტემის გარედან. იგი თავად გახდა სისტემა. ბიძინა ივანიშვილის გავლენა არ არის მხოლოდ ფინანსური ზონის საკითხი. ეს არის შემთხვევა, როცა პოლიტიკური ინსტიტუტებს სწორედ მისი არაფორმალური ძალაუფლება განსაზღვრავს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპსა და მასკს შორის დაპირისპირება, მიუხედავად ამერიკული პოლიტიკური ტრადიციისთვის სრულიად ეგზოტიკური ფორმითი გამოვლინებებისა, ხაზს უსვავს დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების მნიშვნელობას. მაშინ, როცა საქართველოში სრულიად საპირისპირო ინერციაა. ჩვენთან პოლიტიკური პროცესი ივანიშვილის გარშემოა ცენტრალიზებული. პოლიტიკური ინსტიტუტები, სასამართლო, მედია, რეგულატორები მის გავლენაზე მორგებული მოდელით მოქმედებენ. ანუ იქ, სადაც ოლიგარქი გავლენიანი მოთამაშეა, ჯერ კიდევ რჩება სივრცე პოლიტიკური დინამიკისთვის. სხვადასხვა ამის მაგალითი იყო ბადრი პატარკაციშვილის და შევარდნაძის, ბადრისა და ზურაბ ჟვანიას ურთიერთობის მოდელი. ხოლო იქ, სადაც ოლიგარქი თავადაა პოლიტიკის არქიტექტორი, დემოკრატიის რესურსი მინიმუმამდე დადის, ან საერთოდ ქრება. თუმცა ამ სისტემის საფრთხე მხოლოდ შიდა მოწყობას არ უკავშირდება. ბოლო წლებში აშკარაა ივანიშვილის დამოკიდებულების ზრდა კრემლზე, ფინანსური სქემებით, პოლიტიკური კურსით და გადაწყვეტილებების სინქრონიზაციით, რაც მხოლოდ ავტორიტარიზმის გაღრმავებაზე არ მიუთითებს. საქართველოს დისტანცირებას ნიშნავს დასავლური კურსისგან და ჩაბმას კრემლის იმპერიული ოლიგარქიის გეოპოლიტიკურ ორბიტაში, რომელსაც პუტინის რეჟიმი განასახიერებს. შედეგად, საქართველოში ყალიბდება სისტემა, რომელიც ერთდროულად მსგავსება პოსტსაბჭოურ კორუფციულ და იზოლაციონისტურ ავტოკრატიებს, რაც არა მხოლოდ დემოკრატიულ ფასეულობებს, ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარების პერსპექტივას ემუქრება. ამდენად, ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემიდან გამოსვლა არ არის მხოლოდ პოლიტიკური ამოცანა. ეს არის გეოპოლიტიკური გადარჩენის და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის წინაპირობა. სანამ ეს გავლენა არ დაიშლება, არ მოიშლება, საქართველო ვერც დასავლურ სივრცესთან ინტეგრაცია შეძლებს და ვერც დემოკრატიულ თვითრეალიზებას.